აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პროექტზე საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებელი ტესტირებისთვის მოსამზადებელი კურსი განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროექტის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით საჭირო ცოდნის ამაღლებას ითვალისწინებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბატონ ლევან გალუიშვილი მთავრობის წევრებიან განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ იმის მიმართ, როგორ ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა ამ კონფლიქტის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში არიან ისინი გადანაწილებულები და დღეს წარმოიშვა ესეთი საკითხები, რომ უნდათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. ეს საპილოტო პროგრამა არის, ჯერ დავაკვირდებით ამ საპილოტო პროგრამის პირობებში, როგორ იქნება, რამდენი იქნება მოთხოვნა და ამის მიხედვით შემდეგ უკვე გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირების სამოქალაქო ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში სწავლება ონლაინ რეჟიმში 2 თვის განმავლობაში წარიმართება. მონაწილეები სამინისტროში სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების ფარგლებში შეირჩევიან. ქართული ენის ფლობის დონე A1-დან პირადობის დამადასტურებელი საბუთი დაბადების მოწმობა ან რაიმე საბუთი, რომელიც ადასტურებს მისი ოჯახის წევრის კავშირს საქართველოსთან, კერძოდ აფხაზეთთან. 1992-93 წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო რიგ მოქალაქეებს მოუწიათ საქართველოს დატოვება და გადასვლა საზღვარგარეთ. აღნიშნული პროექტი გათვალისწინებულია ზუსტად ასეთი ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და სურთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უწევთ გამოცდების ჩაბარება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ამ ადამიანების მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საგნებში, კერძოდ საქართველოს ისტორია, ქართული ენა და სამართლის საფუძვლები. პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებელი ტესტირებისთვის მოსამზადებელი კურსი განაცხადების მიღება 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსის პირობები და პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო შესავსების სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია სამინისტროს Facebook გვერდზე, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელხას 153.